ჩემი აზრით დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება იქნება მთელი ერის წინაშე, იმიტომ ამ საქმეს ძალიან დიდი ინტერესია, ამის ძალიან გასწრი ტესტი. რაც შეეხება დანარჩენს, ეს პროცესი მიმდინარეობს 4 ივლისამდე, თითქმის 2 წელიწადია. მაშინაც, როდესაც კი ჩვენ არ გვქონდა შეზღუდული საზღვრის კვეთა, გვქონდა უამრავი საქმე ევროპაში, მე რეკოს უცხო ვინმეს რაიმის ილუზია რომ დაუშვეს, ჩვენ ქვეყნიდან არ გავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დასაფასებელი ჩვენი სიმართლე. შემდეგ 4 ივლის ბრალის წარდგენის შემდეგ, ხო საერთოდ მე ქალაქსაც არ გავხსენე. რა რიცხვები იყო 6 მარტს ვიმყოფებოდი სოფელ სართიჭალის ცენტრში, პროვინციის ბრენდით, ოჯახში, რომელსაც დაუნადისავდი, იმიტომ რომ მე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდი, მაშინ მიწების განაწილებაში ჩავდივარდი და გამიცემ ძალიან კარგი ოჯახი, ეს ასე სოფლის თავია და ყოველ წელს ჩამაგ საჭიროდ ბაირამი დაიწყო ამ პერიოდში და ჩამაგ იონჯის ფესტი. აი ამის გამო ვიყავი 4 ივლისის შემდეგ გასული ქალაქის გარეთ სოფელ სართიჭალის ცენტრში მიმეტანა ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ეს საჭიროა და 1 საათში უკან წამოვედი. აი ხე გამახსენდა რომ იმ ოჯახში ეზოში ამერიკის საფრთხე ესეც შევიდა წარმოვაჩინა. ნუ ამას არ ეჭვს თორე მე მართლა მე ეს მოიწონებს ასული დარწმუნებული რომ რაღაცა სასწაული ხდება, ან ისეთ არგუმენტს მოიტანე, რომ არ იქა ვიცას გახეთქავ. ეს რას მოусმინებს, არის, ნუ აღარც მეცნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი ვარ და ემოციურად დაღლილი ვარ ამ ყველაფერს. მაგრამ მინდა კიდევ ერთი რაღაც გითხრათ, თქვენ ვისება. 4 დღეა ამას მედია საშუალებებში წავდა ნახავ, იდენტიფიცირებული ყავს 114 ადამიანი და 97 მანქანა. და ეს ყველაფერი იდება პირდაპირ ეთერში ვავრცელებთ ამ ინფორმაციას. ეს ადამიანები მივარდებიან უკანონო სახლში, გვიშვებენ საბურავად მანქანაზე, არა სხვა რაღაცის თუ ამით გამომთავრებული. ვიზიანებენ სამხუჭე სისტემას მანქანაზე და შეგვიძლია სიტყვა შეგვასწავლოს. მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, იმიტომ რომ ისინი არიან მიღდები და ჩემი ისტორია ფიქრობაზე რომ ფაქტი არ თქვენთან სამართალ დამწერლობ ისინი გარბიან. 114 ფაქტია განთავსებული სოციალურ ქსელში ამ პირების იდენტიფიცირებით, მათ შორის ზოგი იდენტიფიცირებული და გამოვებულია. აი თქვენ ხშირ შემთხვევაში არ პოლიციანებთ შუამდგომლობის დროსაც მე გიხსნით, რომ შემიძლია მიმდინარეობს არ ნახული ზეწოლა და არ ჩათვალეს საჭირო წარმოდგენილი მასალები, რომ ეს ყოფილიყო საკმარისი. მე დღეს აი აქტიალურად უნდა ვიგე აი ამ პროცესის უნდა ვიყოს საექსპერტო ბიუროში, ჩემ ბიუროსთან ერთად, რომ რას გაგიდით, რომ ანალიზი გავაკეთებდი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი და აღავლენითი ჩანაწერით უნდა ვიყო დაკავებული ამ. აი ხა მითხარი, მე არ ვიცი ეს რაღაც უბრალოდ მინდა. ადამიანები, ხო? აი ადამიანები, რომ დააგვირდეთ ამ პროცესის განვითარების დინამიკას. და იქნება დამაჩულოთ მეც, რომ არ გქონდეს ეჭვი, რომ თქვენ ხართ ალიანსში ამ შეფერის საქმეში. აი ეს არის ჩემი სიტყვა. How do you know that is the